მოტაფული ხაჭაპურები პიტნით, სახელდახელოდ მისართმები, რომელიც მოვამზადეს სანტეს პროდუქციით. დღეს მოვამზადოთ პიტნიანი მოტაფული სულგუნის პურები სანტეს პროდუქციით, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას უფრო გაამრავალფეროვნებს. მე ვარ ბექა, ვარ ფოტოგრაფი და კულინარი არის ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი. გადავიდეთ ინგრედიენტებზე. 8 ხაჭაპურისთვის დაგჭირდება ხორბლის ფქვილი კილო და 200, მარილი 2 ჩაის კოვზი, სოდა 1 ჩაის კოვზი, 3.2%-იანი სანტეს მაწონი 2 კილა, სანტეს უგემრიელესი ნაღების კარაქი სანტინო, სანებოს სულგუნი კილო და 600, პიტნა 100 გრამი. ვიდრე მომზადებაზე გადავალთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და დამიწერეთ თქვენ როგორი ვარიაცია გაქვთ ხაჭაპურის. მაშასზე გავცრათ ფქვილი, დავუმატოთ მარილი და სოდა, ხელით გადაურიოთ, ამის შემდეგ დავუმატოთ სანტეს მაწონი და სანტეს კარაქის სანტინო. კარგად გადავზილოთ, დავამეგობროთ მაწონი და ფქვილი ერთმანეთთან და ამის შემდეგ უკვე გადავიტანოთ სამუშაო მაგიდაზე და იქ გავაგრძელოთ მოზელვა. ეს ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან ელასტიური, ისეთი რომ არ მიეკრას არც მაგიდას და არც ხელს და გაბრტყელების დროს რაც შეიძლება ნაკლები ფქვილი უნდა დაგჭირდეს, რომ ვიზუალურადაც კარგი ხაჭაპური მივიღოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კარგად გადაზილოთ. ეს ცომი იძლევა საშუალებას, რომ კარგად გავაბრტყელოთ ხაჭაპური. დავანაწილოთ 200 გრამ გუნდებად, სანტეს მაწონი ნამდვილად განსაკუთრებულ ცომს ზელს, დავასვენოთ 30 წუთი. ეხლა კი პიტნას გავაცხელოთ ხეროები, კარგად გავრეცხოთ და რო გავრეცხოთ, კარგად გავწუროთ და გადავკეპოთ, რაც შეიძლება წვრილად. დაკეპილი პიტნა მოვათავსოთ ჭურჭელში და ეხლა გადავიდეთ სანებოს უგემრიელეს სულგუნზე. სულგუნი შეგვიძლია გავხეხოთ, შეგვიძლია გავატაროთ ხორცსაგებ მანქანაში. რამდენი ცომიც არის, იმდენი შიგთავსი უნდა გავუკეთოთ ხაჭაპურს. ჩემ შემთხვევაში არის 200 გრამ ცომში, ვუკეთებთ 200 გრამ შიგთავს. კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და გავაკეთოთ 200 გრამიანი გუნდები. უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ხაჭაპურების გამოცხობა, შევანთოთ ცეცხლი, გავახუროთ ტაფა და დავიწყოთ. ცოტაოდენი სანტეს კარაქის სანტინო ავიღოთ, რომ ზემოდან გადაუსვათ ცომს, უნდა გამოვიყენოთ, რაც შეიძლება ნაკლები ფქვილი. ავიღებთ ცომის გუნდას, კარგად ხელით თანაბრად გავაბრტყელებთ, ჩავდებთ შიგთავს, მოუკრავთ თავს, ზემოდან ჯვარი გავუკეთოთ. ეს გვეხმარება სხვათა შორის ცომის და ყველის თანაბრად გადანაწილებაში. მნიშვნელოვანია, რომ გაბრტყელების დროს რაც შეიძლება ნაკლები ფქვილი გამოვიყენოთ. თავიდან ვაბრტყელებთ ხელით, შემდეგ ვაბრტყელებთ საფრთხელებლით. კარგად გავაბრტყელოთ, ეს ცომი იძლევა იმის საშუალებას, რომ კარგად შევძლოთ ხაჭაპურის გაბრტყელება და ცხვება ზუსტად 5 წუთში. დავდოთ გახურებულ ტაფაზე ერთ მხარეს, დაახლოებით 3 წუთში ამოვატრიალოთ და წაუსვათ გემრიელად სანტეს კარაქის სანტინო. სურვილი ისამეებ, შეგვიძლია კარაქის გარეშეც გამოვიყენოთ. მე არ ვუკეთებ ტაფის ხაჭაპურს შუაში ამოჭრას, ხოლო ხუმელში ვუკეთებ. 5 წუთში ხაჭაპური მზად არის. ზოგადად შეგვიძლია დანაწილებული 200 გრამიანი ცომები და 200 გრამიანი შიგთავსი პარკში, ვაკუუმში მოვაქციოთ და მაცივარში შევინახოთ დაახლოებით 1 კვირა ჩვეულებრივ წლებს და სტუმარი რომ მოვა უცბად გავაბრტყელებთ, ჩავდებთ შიგთავს და გამოვაცხობთ 5 წუთში ხაჭაპურს. აი ესეთი მიმზიდველი სახელდახელოდ მისართმევით მოტაფული პიტნიანი ხაჭაპური გამოგვივიდა სანტეს პროდუქციით. ფიქრობ, რომ თქვენ საახალწლო სუფრაზე განსხვავებული და საინტერესო იქნება. ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ, დროებით გემშვიდობებით.